მუმბაი. ქალაქი, სადაც სიმდიდრე და სიღარიბე გვერდიგვერდ ცხოვრობს. თუმცა მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამ ქალაქში მდიდრული პენტჰაუსის აივნები გადაჰყურებს ეგრეთ წოდებულ სლამებს, ანუ ღარიბულ დასახლებებს, სადაც 100,000-ობით ადამიანი ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. My name is Nafis. Nafisi, გვაჩვენებს ახლა თავის მაღაზიას, თავის ბიზნესს. სადაც ოჯახები 2-3 კვადრატულ მეტრში ცხოვრობენ. ანუ მარტო ეს არის სახლი რა და აქვე ძინავთ, აქვე ეკეთება ყველაფერს. და მათი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში თვეში $100-მდე ძლივს აღწევს. ამის პარალელურად სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ ინდოეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახები და მათი ერთი სახლის ფასი ზოგჯერ მთელი ამ დასახლების წლიურ შემოსავალს აჭარბებს. მუმბაი სწორედ ამ კონტრასტებითაა უნიკალური. ამიტომ მე გადავწყვიტე ჩამოსულიყავი ამ ქალაქში, რათა საკუთარი თვალით მენახა ამ ორი სამყაროს თანაცხოვრება. თუ როგორია ორი რადიკალურად განსხვავებული რეალობა ერთ ქალაქში. და შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასლა. გამარჯობა მეგობრებო, იწყება ჩვენი მოგზაურობა თბილისის აეროპორტიდან. მე და მარიკა მივდივართ მუმბაიში და სხვათა შორის პირდაპირი ფრენა გვაქვს თბილისი მუმბაი. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენს მოგზაურობას მარი, რომელიც სადაზღვევას გვყავს? ვაიზერი, რა თქმა უნდა, რომელიც არის ჩემი არხის სპონსორი. მოკლედ, ბევრი საუბარი აღარ გვინდა, წავედით პირდაპირ ინდოეთში. თბილისიდან ზუსტად 5 საათში პირდაპირი ფრენით ჩავფრინდით მუმბაიში. ნახეთ რა ლამაზი აეროპორტი ქონია მუმბაის, მეგობრებო. და რას ვაკეთებთ პირველ რიგში, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩავდივართ? რა თქმა უნდა, ვააქტიურებთ ელექტრონულ სიმბარათს, რომ ინტერნეტი გქონდეს მოგზაურობისას. და აქ უკვე მინდა დიდი სიხარულით წარმოგიდგინოთ ნომიო. ნომიო არის ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ელექტრონული სიმბარათის შეძენას და გექნებათ საუკეთესო ინტერნეტი, საუკეთესო ფასად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მუმბაიშიც, სადაც ჩვენი მოგზაურობა არც თუ ისე სასიამოვნოდ დაიწყო. აი ესეთი დაანგრეული ტაქსი ვიშოვეთ. პრობლემა ამ შემთხვევაში ავტომობილში არ იყო, არამედ ტაქსის მძღოლში, რომელმაც ჩვენი მოტყუება სცადა. უცნაური ტაქსის საქმე ის იყო, რომ აეროპორტიდან სასტუმრომდე $15 შეგვითანხმდა და როდესაც დავიძარით, გაცილებით მეტი თანხა მოგთხოვა. Why? Prepared taxi. Prepare taxi? Yes. I'm not stupid, okay? When you say something, you have to do this exactly. Okay? But I'm going. Okay. და როდესაც ეს ყველაფერი გავაპროტესტე, მაშინვე უკან დაიხიეს. 500, okay? Okay. That's it. That's it. Let's go hotel. Yes, sir, don't worry, sir. I'm not worry. აი არა და მოტყუება რო არის სადაც. პირიქით დაუმატებდით ფულს რა. ყოველთვის ეგრე ვაკეთებ ესეთ ქვეყნებში. ეცოდებიან ხოლმე რა, მშრომელი ხალხი, მაგრამ აი რომ ცდილობს რომ მომატყუოს. ვერ ვიტან. ჩემი ვიდეოებსაც უყურებენ თიგრებს. აი ორნი რატოარია ლოგო ვერ მივხვდი. თუმცა ამ ტაქსის ისტორია აქ არ დასრულებულა. ესეთი რაღაც გინახავთ, შუაგზაზე ტაქსი ჩერდება და გვეუბნება რომ ძალიან შორიაო და მანქანა უნდა შევცვალოთ რა. ანუ სხვა მანქანაში უნდა გადაგხსოს. სიგიჟე, ანუ მე მეჩქარება სახში ჩემი დრო ამოიწურაო და რაღაც მოგყავარ ჩემო ძმაო თუ გეჩქარება. Hi bro. Yeah. Where is our car? მომენტეო, კაროჩე. უარესში გავიჩიტეთ. შემდეგი 10 კილომეტრი ამიდა, მე კიდე უარესში გადავალ. ეს იმედი არ ჩამოვარდება. აი ესეთი თავგადასავლით დაიწყო ჩვენი ინდური მოგზაურობა. როგორი ყვავილებიანი მანქანა. მეგობრებო, არ დაზოგოთ, მოკლედ თანხა რო ჩამოხვალთ. აეროპორტში არის რაღაცა ჯიხურები ტაქსის, ცოტა ჯვარი გადაიხადეთ და ნორმალურად იმგზავრეთ. თორე მოგიწევთ ჩვენსავით აი ესე მანქანების სვლა გზაზე. სამი რამ გვხდება თვალში ამ ქალაქში ჩამოსვლისთანავე: საცობი, სიბინძურე და ქაოსი. დაახლოებით 1 საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა, ჩვენს სასტუმროს მოვადიქით. შემოწმებაც არის სასტუმროს ეზოში. Thank you.
ოპა, ჩვენი სასტუმრო. რა ხდება ეს რა გამონდა? Hello. Thank you. სასტუმროში უსაფრთხოების მაღალი ზომები მოქმედებს. ეგ არის. შევედით, ეხლა დავჩექინდეთ. აგათვალიერებინებ ჩვენ სასტუმროს. შესვლისას საფუძვლიანად ამოწმებენ ყველა სტუმარს. საკმაოდ დიდრული სასტუმროა. Under this name we have reservation. მოკლედ ისეთი რთულია ეს ქვეყნებში გადაღება. დღის ბოლოს რომ მოდიხარ დაღლილი, დაქანცული. აი ესეთ სასტუმროში შემოსვლა არის შვება. გინდა რომ ნორმალურად დაისვენო ადამიანმა, ნორმალურად შეჭამო და მეორე დღეს ისევ ახალი ძალებით ახვიდე გადაღებებს. აი ესე გამოიყურება ჩემი ნომერი. საკმაოდ კარგი ნომერია რა. სუფთა, კარგი სუნია. არა ნუ იაფი არ არის აქაურობა მეგობრებო, იმიტომ რომ ერთი ღამის ღირებულება დაახლოებით $300-მდეა თუ არ ვწდები ორ ადამიანზე. და რა თქმა უნდა ეს სასტუმრო დაჯავშნა და მთელი ჩემი მოგზაურობა ინდოეთში დაგეგმა ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ. როცა მოგზაურობა გინდა, ირჩევ Around the World. აღწერაშია ჩვენი Facebook და Instagram გვერდები. გადადით, მოგწერეთ, დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ჩვენთან. გათენდა მივდივართ ახლა საუზმეზე და მე უკვე გავალთ ქალაქის გადასაღებად. აგერ ხედები ჩვენი ნომრიდან. ძალიან მაგარი ქალაქი ჩანს ეს შორიდან. ახლოდანაც ძალიან მალე ვნახავთ როგორ გამოიყურება. სანამ ახლოდან ვნახავთ გეტყვით რომ მუმბაი ინდოეთის ყველაზე მდიდარი ქალაქი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური ცენტრია. ამ ქალაქში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად ხალხმრავლობა და ქაოსი მისი ყოველდღიურობის ნაწილია. მხოლოდ ქალაქის მატარებლით ყოველ დღე 8 მილიონამდე ადამიანი გადაადგილდება. თუმცა მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, მუმბაის მეტროს მხოლოდ 4 ხაზი აქვს. შესაბამისად პიკი საათებში მატარებლის ვაგონებში მოხვედრა საკმაოდ რთული ამოცანაა. მუმბაის რკინიგზა არასდროს ჩერდება. ის არაა უბრალოდ ტრანსპორტი. ის ქალაქის arteriაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აძლევს იაფი გადაადგილების საშუალებას. ორი ბილეთი ღირდა 10 რუპია, რაც არის 10 ცენტი. ანუ ერთი ბილეთი ღირს 5 ცენტი. თითქმის ნებისმიერ მატარებლის სადგურში შეხვდებით ფეხსაცმლის წმენდავებს. ძალიან პოპულარული პროფესიაა აქ. ფეხსაცმლის გაწმენდა 10 რუპია, ანუ დაახლოებით 10 ცენტი ღირს. მათ დღიურად 30-დან 50-მდე მომხმარებელი ყავს საშუალოდ. ანუ დღეში 3-დან $5-მდე გამოიმუშავებენ. მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივებს შევერიოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავროთ. სანამ გაჩერდება ეს მატარებელი, იქამდე ჩამოდიან რა უკვე. გაჩერებას არ აცდიან, ეხა უყურეთ. ოპა! ოპა! აუ, რა ხდება? პიკი საათებში სიგიჟე ხდება. ვერ ეტევიან მატარებლებში. აქ ჩვენ ვერ შევალთ. აქ შესვლის შანსი არ აქვს, იმიტომ რომ ნახე. ეს უსაფრთხო არ არის. აუ, რა გიჟები არიან, ბიჭო. მე მგონი უკანა ვაგონებში მეტი თავისუფალი ადგილია რა. ამ აბა გადავიდე. გეგმა შემდეგნაირი იყო. ჯერ მუმბაის ღარიბი უბნები უნდა გვენახა. შემდეგ კი ქალაქის მდიდრულ ნაწილში გადავსულიყავით და შეგვედარებინა ეს ორი სამყარო ერთმანეთისთვის. ყველა მატარებელი მუმბაიში არის ესე ღია კარი. როცა მატარებელში ძალიან ბევრი ხალხია, წარმოიდგინეთ რა ხდება აქ. მუმბაიში მატარებლიდან გადავარდნის შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია. ბოლო 10 წლის განმავლობაში 25,000-ზე მეტი ადამიანი გადავარდა მატარებლიდან. აქედან 7,000-მდე შემთხვევა სამწუხაროდ გარდაცვალებით დასრულდა. ეს დარავია. ყველაზე დიდი სლამი მთელს აზიაში, სადაც დაახლოებით 900,000 ადამიანი ცხოვრობს. სლამებს ღარიბულ დასახლებებს ეძახიან. აქ ძირითადად არ ხდება არც მოსახლეობის აღრიცხვიანობა და შენობა ნაგებობებიც ხშირ შემთხვევაში უკანონოა. და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეგობრებო დარავის ქუჩებში, როგორც ხედავთ. I love India. Oh, I love India too, bro. Where are you from? I'm from Georgia. Georgia. Which country? In Europe, small country. Yes, yes. მოკლედ დუხ სიცოცხლე როგორც ხედავთ აქ და მოდი დავათვალიეროთ რა ხდება, როგორ ცხოვრობენ ეს ხალხი აი ამ დასახლებაში. დარავის მოსახლეობას პრობლემა ბევრი აქვს. მოუწესრიგებელი კანალიზაცია, სუფთა წყლის დეფიციტი, დაბინძურებული გარემო,
ეს ყველაფერი კი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. დარავიში ოჯახები ძირითადად პატარა ერთ ოთახიან საცხოვრებელში ცხოვრობენ და ეს ერთი ოთახი სამზარეულოცაა, საძირებელიც და საერთო სივრცეც. სახლები ერთმანეთზეა დაშენებული. ქუჩები კი ისეთი ვიწროა, რომ ზოგგან მზის შუქი ძლივს აღწევს. და აქ ხალხი ცხოვრობს რა, ეს ერთი სახლია, ეს აქეთ მეორე სახლია, ეს მესამე სახლია, ეს მეოთხე სახლია. ეზოში ავიძაღლია და ეზოზე იღადა. რაიცე, ეზო ნახეთ რა ხელა. გადავწყვიტე ერთ-ერთ ოჯახში შევსულიყავით სტუმრად და ახლოდან გვენახა როგორ ცხოვრობენ ადგილობრივი ოჯახები. Your name? My name is Satyasila. My name is Gomadi. Goman. Gomadi. Where you sleep? ესეთ ერთ სივრცეში ძინავს ახლა 4 ადამიანს აი აქ. არა, ერთი რასაც დავაკვირდი, მეგობრებო, სიბინძური არ არის. ხომ არის? ანუ ხო, ბაზარი არ არის. ეხსასმლის არ უნდა შემოსულიყავი. შეიძლება ის დაგვარად, მილაგებული სუფთად არიან რა. It's for you, it's for you. No? Come on, take. It's you and you. Thank you. Goodbye. როგორც კი გამოვედით, კიდევ ერთმა ოჯახმა შეგვიპატიჟა თავისთან. Hello, hello. ამ ოჯახში ერთ პატარა სივრცეში 6 ადამიანი ცხოვრობს. ღამე მერე გაშლიან და ერთად ძინავთ დაბლა ყველას. ტელევიზორი არის რაც თავარია. ამ ქალბატონის ქმარი სახლში არ დაგვხვდა, რადგან ყოველ დღე მუშაობს ხელოსნად და მისი შემოსავალი თვეში 100-დან 150 დოლარამდე მერყეობს, რაც დარავისთვის საკმაოდ კარგი შემოსავლად ითვლება. Take. დედას როგორ გახედა ავიღოთ ვარაო. It's for you. რატო დაარსი? It's for you. ძალიან მორიდებული და საყვარელი ხალხია მეგობრებო და ფულზე დახარბებულები არ არიან. ფულზე დახარბებულები რომ არ არიან, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. თუნდაც ის რომ ქუჩაში ერთხელაც არავის გაუჩერები ვართ ფულის ხოვნის მიზნით, რაც მსგავს ადგილებში საკმაოდ ხშირია ხოლმე. თუმცა მოდი უფრო კონკრეტულ მაგალითებსაც მოგიყვანთ. ეს არჯუნია. მასთან საუბარში გავარკვიე, რომ არჯუნი თავის სამკერვალოში დღეში $5 გამოიმუშავებს. რადგან ის ვიდეოს გადაღებაზე დაგვთანხმდა, პატივისცემის ნიშნად თანხის ჩუქება გადავწყვიტე, რომელიც მისთვის რამდენიმე დღის შემოსავალს უდრიდა. თუმცა მან თანხა არ აიღო. It's for you, bro. No. You are good man. Okay. ანუ მსგავსი რამე ხა, რა ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში რო გექნა, ხელიდან გამოგლიჯავდნენ ფულს. აქ არა რა. მთელი დღის ხელფას აძლევ ჩუქნი, მაგრამ უარზეა. Hi. Blogger are you? Yeah, I'm blogger. YouTuber. მიუხედავად სიღარიბისა, დარავი მუმბაის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაფორმალური ეკონომიკური ცენტრია. დარავის ეკონომიკა ოფიციალურად თითქმის არ ჩანს, მაგრამ რეალურად საკმაოდ მასშტაბურია. აქ ათასობით მცირე სახელოსნო მუშაობს. ასევე უამრავი პატარა მაღაზია და მცირე საწარმოა გახსნილი. ნებისმიერ ქუჩაზე, საიდანაც არ უნდა გაუხვიო, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ახავთ პატარ-პატარა ბიზნესებს, სავაჭრო ობიექტებს, სხვა დაწესებულებებს, პატარ-პატარა საწარმოებს. მოკლედ, ბევრი პატარა ბიზნესია ამ დასახლებაში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბიზნესის სანახავად 19 წლის ნაფისმა თავის მაღაზიაში მიგვიპატიჟა. ნაფისი გვაჩვენებს ახლა თავის მაღაზიას, თავის ბიზნესს. Working good? Yes, working good. Water? როგორც ნაფისმა გითხრა, მაღაზიას თავად მართავს ძმასთან ერთად და ნავაჭრითაც საკმაოდ კმაყოფილია. 24 hours. 24 hours? Okay. 24 საათი მუშაობს ჩვენი ძმა და გამოიმუშავებს სადღაც $15. $15 24 საათში. ეს $15 ნავაჭრი თანხაა და არა მოგება. ძმები ყოველდღიურად დაახლოებით $2 ინაწილებენ მოგების სახით. ამასობაში საკმაოდ დიდი ყურადღება მივიქციეთ და ბავშვები გროვდებოდნენ ჩვენს სანახავად. ეს ქალბატონი კი საჭმელს აკეთებდა თურმე ჩვენთვის. No, thank you. Yes. Thank you very much. მოკლედ ესე რა, არ გვიშვებენ პატივისცემის გარეშე. Sit. არ ვიცი, ხა ეს დიდად მადის აღზრდელად არ გამოიყურება მეგობრებო, მაგრამ მოწოდებული ძალიან სირცხვილია, ეხლა ეს რო არ შეჭამო. No, it's okay. It's okay. Thank you very much. Gemrelია. What is this? ये सब
ნაცა თუდად ჩაასხა. მოდი ამოვუწოთ ტომატოში. ტომატთან ერთად. რამდენი ხალხი მიყურებს? კონცერტი ვაკ. როდესაც ჭამა დავამთავრე გადავწყვიტე გადამეხადა, თუმცა არც აქ გამომართვის თანხა. No money, no money. Come on. No money. Please. No money. საყვარელი ხალხია, ნახე ხა რამდენი ვეხვეწერო ფული მიმეცა, მაგრამ არ მართმევს და ანცხარიც მომცა. დარავიში ძალიან შრომის მოყვარე ხალხი ცხოვრობს. ისინი დღე-დაღამ მუშაობენ იმისთვის, რომ გადარჩნენ. აკვირდები როგორ ასიფთავებენ აქაურობას? შენ არ იცი რა სიბინძურია ესეთ უბნებში. ანუ ესეთ სლამებში ზოგადად ძალიან სიბინძურია, მაგრამ აი აქ ისეთი ბინძური როგორი წარმომედგინა არ არის. კიდევ უნდა აღინიშნოს ის, რომ ხალხი ძალიან მეგობრულია, არ გვაწუხებს არავინ. მე აფრიკის გამოსვლებით საუბრობ. ზოგადად აზია მაგით გამოირჩევა, რომ ხალხი ძალიან თბილი და თავმდაბალია და არ გაწუხებს რა. კამერების უხარიათ პირიქით, კადრში გამოჩენას ცდილობენ და არ იმალებიან. და მოკლედ საკმაოდ გვიმარტივდება გადაღების პროცესი. ამ დასახლებაში ყველაფერი ძალიან იაფია. მეტი თვალსაჩინოებისთვის გადავწყვეტე აქაური street food-ის ფასების მენახა. თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ინდოეთის street food-ს დავაგემოვნებდი. საკმაოდ დიდი რიგები დგას აქ. ალბათ რაღაც გემრიელს ამზადებენ. ბიჭები აქ ისე გემრიელად მიირთმევდნენ ამ რაღაც კერძს, რომელიც სულ რაღაც 25 ცენტი ღირდა, გადავწყვიტე მეც გამესინჯა. ერთი ლუკმა რას ვიდავს და გავსინჯო. იქვე ჩემს თვალწინ მოამზადეს ჩემი ულუფა, რომელიც მაინც და მაინც მადი აღმძრელად არ გამოიყურებოდა. მოკლედ ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი საჭმელი. გავსინჯოთ აბა. აუ გამწარია. ძალიან ცხარია. ამას რა აჭმევთ? წარმოიდგინე რომ წიწაკა, მარტო წიწაკა ჭამოპურთან ერთად. Thank you. Thank you very much. Thank you. You are welcome. ძალიან ჯიგრები არიან. ხურდა მავიწყდებოდა ეხა, მაგრამ დამიძახა. Street food-ის შემდეგ ბაზარში ქოქოსით დავაგემოვნეთ. Thank you. უკეთეს შემეჩეს. Yeah, thank you. It's good. მე ზოგადად ქოქოსი არ მიყვარს, მაგრამ მოგვეცი ვისაც გვიყვარს. შემდეგ კი გადავწყვიტეთ გაგვესინჯა ბამბუკის წვენი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ინდოეთში. 10 ცენტი ღირს ერთი ჭიქა და ჩვენც ეხა დავაგემოვნებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. აუცილებლად. რომ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. მართლა ძალიან ტკბილია, აი უაზროდ ტკბილია. დღის ბოლოს დარავის სკოლასაც ვესტუმრეთ, სადაც სხვათა შორის თავად სკოლის ადმინისტრაციამ შეგვიპატიჟა. წამო შევიდეთ. Hello. Oh, რა кай ტიპები არიან. Nice to meet you. Your name? My name is Ishrat. Ishrat. Where Nice are to you meet from? you. We are from Georgia. Georgia, wow. We are making YouTube video about Dharavi. And what is your name? Soso. Shosho. Her name? Marika. Marika, okay. აბა კარგად ლოშებო. Goodbye. სწავლებლიდან დაწყებული, რავი, ნებისმიერი ადამიანი ვინც ხვდება ესე ქუჩებში, ყველა დადებითად არის განწყობილი ჩვენს მიმართ. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სწორედ აი ამ ქალაქში, სადაც მოსახლეობის 50% სლამებში ცხოვრობს უკიდურესი ღარიბეში. 142,000 მილიონერი და 92 მილიარდერი ცხოვრობს. დარავიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალგზაზე აღმოჩნდებით უბანში, სადაც ამ ქალაქის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ცხოვრობენ. Good morning. დღეს გიცთან ერთად მეგობრებო მოვივლით მდიდრულ ნაწილს, ქალაქის მდიდრულ ნაწილს დაგათვალიერებინებთ. პირველ რიგში ბანდარა ვესტისკენ წავედით. ასე ქვია იმ უბანს, სადაც ბოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრობენ. ბოლივუდი არა მარტო ინდოეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კინოინდუსტრიაა, რომელიც ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ფილმს იღებს. ბოლივუდი სწორედ აქ, მუმბაიში მდებარეობს და ის მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს. მისი ბაზარი მხოლოდ ინდოეთი აღარ არის. ბოლივუდის აუდიტორია უკვე მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია. ინდურ ფილმებში ხშირად შეხვდებით ცეკვის სცენებს. ასევე ხშირად ნახავთ, როგორ არღვევენ
ფილმის გმირები ფიზიკის კანონებს. ბოლივუდის ვარსკვლავებიც სწორედ აქ, მუმბაიში ცხოვრობენ და ისინი ინდოეთში თითქმის საკულტო სტატუსით სარგებლობენ. აი აქ ცხოვრობს შარუკ ხანი, ცნობილი ინდოელი მსახიობი. შეღობილია როგორც ხარ ძალიან დიდი ხობი აქვს სახს და ამ კონკრეტულ მომენტში თურმე რემონტი აქვს ჯიგარს და როგორც ჩვენ მაგით გითხრა, ეხლა ამ მომენტში აქ არ იმყოფება რა. მეც რემონტი მაქვს სხვათა შორის და ჩემი სახლის რემონტის ვიდეოს მალე ნახავთ ჩემს მეორე არხზე. ამიტომ ის არხიც გამოიწერეთ. იმხელა ღობი აქ ტიპს, რომ ანუ აზრი არა აქვს, ვერაფერს ვერ დაინახავ. ღობის ბოლოს კიდე ავთუხლა ართები აქვს, საკმაოდ დიდზე რა. ძალიან ბევრი კამერა აყენია და მოკლედ ძალიან დაცულია სახლი. დღესასწაულებზე თურმე აქ აივანივით რო გაკეთებული, აქ გამოდის და აქ შეკრებილ ფანებს ხელს უქნებს. თავი უჩანს ალბათ და ესე ხელს იქნებს. სიგიჟე ხდება ამ ქუჩაზე, როცა შაკრუქხანი გარკვეულ დღეებში გამოდის ამ თავის შემაღლებულ ადგილზე და ხელს უქნევს 10,000-ობით აქ შეკრებილ ადამიანს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უბანია მუმბაიში. მას ინდოეთის ბევერლი ჰილსაც უწოდებენ. რადგან სწორედ აქ ცხოვრობენ ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. სხვათა შორის მომწონს აქაურობა, ცუდი არ არის. საკმაოდ ისეთი წყნარი მშვიდი სუფთა გარემოა. ცხოვრებით აქ ნაღლად არ ვიცხოვრებდი, მაგრამ მუმბაიში რაც ნახე ეს დღეები, ეს ადგილი, რა ვიცი, ბევრად ჯობია მთელ ქალაქს. აგერ ჩემს უკან არის ერთ-ერთი პოლიტიკოსის სახლი. აქ რა მხელა. ანუ ამ ქუჩაზე არც ერთი სახლი, არც ერთი კორპუსი არ შეხვედრია, რომ არ ყავდეს დაცვა. ამ უბანში მანქანების განსხვავებულია და შედარებით ძვირადღირებული მანქანები ყავთ. ურაკაი X5-ია. მეგობრებო, მანქანის შეძენა თუ გინდათ და ამისთვის თანხა არ გაქვთ. მაშინ ჩემი არხის სპონსორი პრემიუმ ლიზინგი დაგიფინანსებთ ავტომობილის ღირებულებას. 1000-დან 100,000 ლარამდე. გადანის საკომისიო არის 0%. აღწერაშია ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. ასეც შევიძენდი სიამოვნებით. ეს სასტუმრო ტაჯ მაჰალ პალასია, რომელიც არა მარტო მუმბაიში, არამედ მთელს ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და პოპულარულია. სასტუმრო 1903 წლიდან ფუნქციონირებს. ამ სასტუმროში 2008 წელს 26 ნოემბერს მოხდა დაასაშინელი ტერაქტი, რომლის შესახებაც ფილმიც არის გადაღებული. სასტუმრო მუმბაი ესე ქვია და თუ კი არ გინახავთ, ყველას გირჩევთ რომ ეს ფილმი ნახოთ. 2008 წლის 26 ნოემბერი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ინდოეთის ისტორიაში. ამ დღეს პატარა ნავით ქალაქში შემოდის 10 შეიარაღებული ტერორისტი, რომლებიც პაკისტანური ისლამისტური ჯგუფის ლაშქარ-ე-თაიბას წევრები იყვნენ. მათ ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში განახორციელეს ტერაქტები. მათ შორის ყველაზე სიმბოლური სამიზნე იყო ტაჯ მაჰალ პალასი, სადაც ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. ტერორისტები შეიჭრნენ სასტუმროში, მოაწყვეს აფეთქებები, დახოცეს პერსონალი და სასტუმროს სტუმრები. გარკვეული ნაწილი კი მძევლად აიყვანეს. ოპერაცია, რომელიც ტერორისტების განადგურებას და მძევლების გადარჩენას ისახავდა მიზნად, 3 დღე-ღამე მიმდინარეობდა. ტრაგედიამ სამწუხაროდ 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სასტუმროს შემდეგ პირდაპირ წავედით მუმბაის ყველაზე მაღალ წერტილზე, ქალაქის საუკეთესო ხედების სანახავად. ჩვენიერი ხედებია. ეს შორიდან ძალიან მაგარი ქალაქი ჩანს, მაგრამ ახლოდან რა გითხრა. სხვათა შორის, აი ამ ვიდეოს, რასაც უყურებთ, დიდი ნაწილი გადაღებულია
ჩემი ახალი iPhone 17 Pro Max-ით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს სამივე კამერა, 48 მეგაპიქსელიანია, რაც ნიშნავს ბევრად კარგი ხარისხის ვიდეოებს და ფოტოებს. ასევე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვემატა 8X კამერა, რომელიც ნახეთ რა მაგრად აახლოვებს და რა მაგარ შედეგს. და რაც ყველაზე მთავარია, iPhone 17-ებზე ელიტში მოქმედებს 2 წლიანი შესვლითი გარანტია. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. ასე რომ Apple-ის ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ ელიტში. ისინი არიან ავტორიზებული რესელერები. ოკეი, გავაგრძელეთ მუმბაის აღმოჩენა. როცა ქალაქის მდიდარ ნაწილზე ვსაუბრობთ, ვერანაირად ავუვლით გვერდს ინდოეთის ყველაზე მდიდარი ოჯახის რეზიდენციას, რომელსაც ცოტა მოგვიანებით მიუბრუნდებით. იქამდე კი იმ ბარის სანახავად წავედი, რომელსაც მოსახლეობის მდიდარი ნაწილი ხშირად სტუმრობს. ამასობაში მოვედით Four Seasons-ში სასტუმროა, რომლის rooftop-ზეც არის ბარი, Sky Bar-ია და ზოგადად ეს ბარი არის ძალიან პოპულარული მუმბაიში. მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ხშირად ადის აქ. არ ქვია ამ Sky Bar-ს და ზღაპრული ხედები იშლება აქედან. უბრალოდ წინასწარ უნდა დაიჯავშნოს აქ ადგილი, ეხლა ჩვენ გაგვიმართლა და ერთი მაგიდა არის თავისუფალი. ანუ ერთი კოქტეილი $15-20, ესე მერყეობს ფასები. ძალიან მაგარი გარემოა და რო დაღამდება, კიდევ უფრო სანახაობრივი იქნება ჩემი აზრით აქაურობა. ამასობაში დაღამდა ჩვენ Sky Bar-ში სასმელის მოვიდა, აგერ ტეკილას გეახლებით მეგობრებო და მინდა თქვენი სადღეგრძელო შევსვა ჩემი მაყურებლის, იმიტომ რომ არა თქვენ არის არსებობდა ჩემი არხი. მადლობა რომ ხარს მიჭერთ, კომენტარებს მიწერთ და მადლობთ мотивაციას რომ გადავიღო ვიდეოები. ასე და ამგვარად ცოტა დავლიეთ ღამის მუმბაის ხედებიც ვნახეთ და ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული სავაჭრო ცენტრის სანახავად წავედით. როცა მუმბაის მდიდრულ ნაწილზე გვაქვს საუბარი, გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით Jio World Plaza-ს, ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სავაჭრო ცენტრს. ამ ქალაქში მცხოვრები მილიონერები აქ დადიან საშოპინგოდ. აქ შეხვდებით ისეთი ბრენდის მაღაზიებს, როგორიცაა Louis Vuitton, Prada, Gucci, Rolex და ასე შემდეგ. ნახეთ მეგობრებო, მუმბაის ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ცენტრში ვინ ვიპოვე. საღოლ მატილდას. Jacob & Co-ს მაღაზია. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული საათები მსოფლიოში. მილიონები ღირს Jacob & Co-ს საათები და რავი ყველა ვარსკვლავს ეგ საათი უკეთია. ეხლა შემოვედი Louis Vuitton-ში მეგობრებო და ვნახე ზუსტად ის სათვალე, რომელიც აი ძალიან მომწონს რა. ეს სათვალე მინდოდა ყოველთვის. და ეხლა გადავწყვიტე რომ მუმბაიში ვიყიდო. მუმბაიში თუ Louis Vuitton-ში რაღაცას ვიყიდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი. და გადავა ის არის რომ Louis Vuitton-ში რიგი იდგა, ანუ რიგში ჩავდექით რომ ეს სათვალე გვეყიდა, იმდენად ბევრი მყიდველი იყო ამ კონკრეტულ მომენტში. წარმოიდგინეთ. თუმცა ლოგიკურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. და სწორედ იქ, სადაც მდიდარი ადამიანები თავიანთ ბიზნესებს მართავენ ცათამბჯენებში არსებული ოფისებიდან, ზუსტად ქალაქის ცენტრში, მათი ოფისების ქვემოთ შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია სამრეცხაოს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველდღიურად სწორედ აქ, ათასობით ადამიანი ხელით რეცხავს ქალაქის სასტუმროების, საავადმყოფოებისა და რესტორნების თეთრეულს. We are in the laundry, the biggest laundry in the world. This laundry was specially made by the British in 1890 to wash the clothes of the British people soldiers' uniforms. So altogether 5,000 people work here every day, and every day we wash 100,000 pieces of clothes. Everyone who works here also lives here. Lives here. სამრეცხაოში 5,000 ადამიანი მუშაობს და თან აქვე ცხოვრობს. შეიძლება ითქვას ეს სამრეცხაო ერთი პატარა დასახლებაა. აი გაჩვენებთ მეგობრებო ერთ ოჯახს, სადაც 5 ცხოვრობენ. აგერ 4 აქ არიან, აგერ პატარა იქეთ ძინავს. აი ამ პატარა ოთახში ცხოვრობენ და აგერ უფროსი ბანაობს ეზოში. რა კაცია. მათი თვიური შემოსავალი აქ საშუალოდ 10,000 ინდური რუპიაა, რაც დაახლოებით $100 უდრის. $50 rent. $50 for this This room.
Just for this room. This 5,000 rupees Indian money. როგორც მიხვდით, ისინი შემოსავლის 50%-ს ქირაში იხდიან. ასე ცხოვრობს აქ ყველა. იღვიძებენ აქ, მუშაობენ აქ და იძინებენ აქ. ძირითად შემთხვევაში აი ასე ატარებენ მთელს თავიანთ ცხოვრებას. This cloth and this cloth, he will get 5 rupees. 2 ცენტ ნახევარს იღებს ერთი ნაჭრის დაუთოვებაში რა. ანუ 100 ნაჭერი რო დააუთავოს დღეში, აიღებს 2.5 დოლარს. ინდურ ფილმებს უყურებს და ესე გაყავს დრო რა. ზემოთ სათამბჯენებიდან კარგად არ ჩანს, მაგრამ ახლოს თუ ჩამოხვალთ, აქ მოსიარულე უამრავ ვირთხასაც დაინახავთ. Many reds here. აი ასეთ პირობებში ცხოვრობს აქ ხალხი. ამის პარალელურად მუკეშ ამბანის ქონება 2025 წელს 100 მილიარდ დოლარს გასცდა. ის ყველაზე მდიდარი ადამიანია არა მარტო ინდოეთში, არამედ მთელს აზიაში. და ის აქ მუმბაიში, თავის პერსონალურ სათამბჯენში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეს ის ოჯახია მთელი მსოფლიო რომ განიხილავდა მათ მდიდრულ ქორწილს. მუკეშ ამბანი სიმდიდრით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. აზიაში კი პირველზე. ის 117 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. მისი კომპანია კი ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან ბიზნესებს მართავს. შენობა, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 27 სართულიანია და 4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. რეზიდენციაში 600 მოსამსახურე მუშაობს ყოველდღიურად და გაძლიერებული დაცვა იცავს მას. ჩემს უკან ახლა ხედავთ ინდოეთში უდიდრესი ადამიანის სახლს. სახლისო და ისეთი ნათქვამია, მთელი სათამბჯენი აქვს. სასტიკად აკრძალულია მასთან სიახლოვეს გადაღება. მთელი არმია იცავს, ავტომატიანი ჯარისკაცებიდგანან, ბეტერებიდგანან და რა ვიცი, ანუ ძალიან კაცრად კრძალავენ მოკლედ მათ გადაღებას. მიუხედავად ამისა, ხელში ჩართული კამერა დავიჭირე და ვცადე რომ ჩუმად გადამეღო ეს ქუჩა. თუმცა ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა, რომელსაც ფორმაც კი არ ეცვა, მაინც დაინახა კამერა რომ მეჭირა ხელში. It's my camera. But it's not on. No. It's not allowed. Not using, no? You don't have to use it. Not allowed. It's not allowed. Not allowed. გამოვაღწიე მეგობრებო, მაგრამ მაინც დამინახეს. თუმცა ვერ შეამჩნიეს, რომ კამერა იყო ჩართული. ამდენი დაცვა მართლა არსად არ მინახავს რა. მთელი არმია იცავს ტიპებს. ამბანის სახლიდან ზუსტად 5 წუთი ვიარეთ ტაქსით და კიდევ ერთ მდიდრულ უბანში გავჩერდით. ეს უბანი შედარებით მდიდარ უბნად ითვლება, თუმცა რავი, აი ნახეთ. სიმდიდრის აფერი ეტყობა აქაურობას. ნუ შიგადაშიგა ესეთი ნორმალური მანქანები მოძრაობენ. მნიშვნელობა არ აქვს მდიდრულ უბანში ხარ თუ ღარიბულ დასახლებაში. ამ ქალაქში გაჭირებულ ადამიანს ყველა კუთხე კუნძულში შეხვდები. So you live here with children. ქუჩაში ცხოვრობენ 1, 2, 3 ბავშვით. სახშირია ინდოეთში მეგობრებო ზოგადად. ქუჩაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. Good. What's your name? Your name? Osin? Osni. Shera kuya. Komole. Komole. Agari kats. Rao, rasatqlebi ari. Ha. სკავს რამეს ძალიან ხშირად შეხვდებით ამ ქალაქში და არა მარტო ამ ქალაქში, ზოგადად მთელს ინდოეთში. რა თქმა უნდა, მუკეშ ამბანის სათითაოდ ყველა ღარიბ მოქალაქეს ვერ დაეხმარება. თუმცა დარწმუნებული ვარ ამ ხელა ქონების და გავლენების მქონე ადამიანს შესწევს ძალა შესვალოს ქვეყნის მართვის მექანიზმი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე იმუშავებს და არა ერთეულების გამდიდრებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ის ამას არ იზამს. სამწუხაროდ თავისინებით, ვისაც ძალაუფლება აქვს ხელში, ამას არავინ გააკეთებს. მიუხედავად ქალაქში ასეთი უთანასწორობისა, მუმბაი ინდოეთში მაინც ოცნებების ახდენის ქალაქადაა ცნობილი. აქ ყოველდღე ათასობით ინდოელი ჩამოდის მხოლოდ ერთი მიზნით: იპოვონ უკეთესი ცხოვრება. ვიღაც ბოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობს, ვიღაც საკუთარ ბიზნესზე, სხვები კი უბრალოდ სტაბილურ სამსახურზე. და სადღაც აქ,
მუმბაის სლამებში ვიპოვეთ პატარა გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და დიდი ოცნებები აქვს. What's your name? Gunjan. Gunjan. Nice to meet you, Gunjan. გუნჯანმა საკუთარ სახლში მიგვიპატიჟა, სადაც ის დედასთან, მამასთან და დებთან ერთად ცხოვრობს. Cold drink, cold drink. Oh, no, thank you. What's your dream? What do you want? To be a model? Yeah, you will be model. I swear. მეგობრებო, აი ეს ბავშვი მოდელი გახდება, დარწმუნებული ვარ. ნახეთ რა ლამაზია და რა საყვარელია და საცხოვრობს, ნახეთ. დედამის ისე გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, თავის ქმარს დაურეკა, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა და ჩვენი თავი გააცნო. Thank you, brother. It's for you? Thank you. You're welcome. It's for you. Thank you. Sorry. Thank you. Thank you. საყვარელია. Chat. You want? Goodbye. დავემშვიდობეთ პატარა გუნჯას და მის ოჯახს, იმ იმედით, რომ მოდესღაც ის შეძლებს თავისი ოცნების აღდგენას და გაცილებით უკეთესი ცხოვრება ექნება. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ოცნებების აღდგენის ქალაქში ცხოვრობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ოცნებებს რატომღაც მხოლოდ ერთეულები იხდენენ. ზოგს ამის შანსიც არ ეძლევა. და ეს ასე არა მარტო მუმბაიში ხდება. პარალელები აქ თქვენთვის მომინდია. იქნებ იმიტომა რეალობა ასეთი, რომ ადამიანებს ერთი ძალიან ცუდი თვისება გვაქვს, შემგუებლობა. როცა ყველაფერს ეგუები, მათ შორის უსამართლობას, ცვლილებები შეუძლებელი ხდება. ეს არის მუმბაი, ინდოეთის ყველაზე დიდარი ერთი წავი. სასტუმროში რამდენიმე რესტორანია და გადაწყდა რომ მოკლედ აქ ისადილა. რამდენიმე რესტორანია ამ სასტუმროში და გადაწყდა რომ აი აქ ერთი წავშო. კიდევ ერთი მდიდრული, კიდევ ერთი ძვირადღირებული მანქანები გყავთ. ხო და თუ თქვენც, რა ვიცი, აპირებთ მანქანის შეძენას, ჩემი Oh, the beach da shigriya. Who knows English better? I know. You know? Yes. I speak. Okay. I speak. You speak English? Yes. Yes. Are you going to school? Yes. Do you like it or not? Yes, I like it. You like school? Yes. Fisherman's place. Yes. Okay, but some of the about like. So, you are შენ მაიმუნი ხარ, იცოდე და გაილახები. Huh? You make bad jokes, right? Jobs. Bad jokes. Yes. Yeah. Don't do this, okay? I will translate your speaking. Hey guys, what's her name? How about to ask what's her name?